რატომ სვავენ პროფესიონალი სპორტსმენები მარილს? ვარჯიშის დროს შენ არა მხოლოდ წყალს, არამედ კარგავ იმასაც, რაც შენს კუნთებს ვარჯიშის საშუალებას აძლევს. და სწორედ ამიტომ პროფესიონალი სპორტსმენების უმეტესობა სვავს ელექტროლიტებს. თუ ხშირად ვარჯიშობ და კარგავ დიდი რაოდენობით ოპლს, არსებობს ელექტროლიტური კომპლექსი, რომელიც შეიცავს საჭირო მინერალებს და დაგეხმარებათ ვარჯიშის დროს დაკარგული საჭირო მინერალების და ელექტროლიტების შევსებაში. მაგალითად, ამის და მსგავსი მინერალების შეძენა კი შეგიძლიათ კი, აქ შეიძლება თქვენი რეკლამა ყოფილიყო. როგორც წინა ვიდეოებში ვისაუბრეთ, როდესაც ხანგრძლივად ვარჯიშობთ, ან განსაკუთრებით როდესაც სიცხეში ვარჯიშობთ, თქვენი ორგანიზმი თქვენივე ტემპერატურის შესანარჩუნებლად გამოყოფს ოპლს. მაგრამ ოპლი მხოლოდ და მხოლოდ წყალი არ არის. იგი შეიცავს უამრავ ელექტროლიტებს, რომლებიც ორგანიზმში ნერვული სიგნალების გადაცემაში მონაწილეობენ. ერთ-ერთი ასეთი მინერალი არის სწორედ ნატრიუმი. და რატომ არის ნატრიუმი ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი ორგანიზმისათვის? როგორც შეიძლება რომ ჩვეულებრივი მარილი იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ შენმა კუნთებმა იდეალურად იმუშაოს. როგორც წინა ვიდეოებში ვისაუბრეთ, შენს ხელში თითოეული მოძრაობა იწყება ტვინიდან, მაგრამ ეს ბრძანება არ არის უბრალოდ სიგნალი. ეს არის ელექტრონული იმპულსი, რომელიც უჯრედებში იონების მოძრაობით იქმნება. სწორედ ამ პროცესში ნატრიუმს ერთ-ერთი უმთავრესი როლი აქვს. საქმე იმაშია, რომ კუნთების და ნერვების გარშემო დიდი რაოდენობით ნატრიუმის კონცენტრაცია. როდესაც ჩვენი ტვინი აგზავნის ინფორმაციას, სპეციალური არხები იხსნება. რის მეშვეობითაც ნატრიუმის იონები ახერხებენ უჯრედში შესვლას. სწორედ ეს ქმნის ელექტრონულ ცვლილებას, რომელიც შემდგომ ჩვენს კუნთებს ეუბნება, რომ შეიკუმშოს. ანუ მარტივად რომ თქვათ, ნატრიუმი პირდაპირ ძალას არ გვაძლევს, მაგრამ ეხმარება ჩვენს ნერვულ სისტემას, რომ სწრაფად და სწორად მივიდეს ინფორმაცია ჩვენს კუნთებამდე. როდესაც შენ საათობით ვარჯიშობ და ოფლით კარგავ ნატრიუმს, შენ კარგავ არა უბრალოდ მარილს, შენ კარგავ ერთ-ერთ კომპონენტს, რომლითაც შენს ორგანიზმში ტვინი და კუნთები ერთმანეთს უკავშირდებიან. სწორედ ამიტომ ელიტარული სპორტსმენები წყლის მაგივრად თითქმის ყოველთვის იღებენ ელექტროლიტებს. არა იმიტომ, რომ მათ წყალი არ უყვართ, არამედ მათ ზუსტად იციან მარილის და ამ მინერალების დანიშნულება და ისინი ცდილობენ მაქსიმალურად დაიცვან ბალანსი.